მსოფლიო კინო ლეგენდის სოფი ლორენის რძალი. მარიამ შარმანაშვილი არის დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. პირველი მესიჯის დროს მქონდა განცდა, რომ აი ეს მესიჯი არ ვიცი რატომ მქონდა. შეცვლის ჩემს ცხოვრებას. აი ეს განცდა მქონდა ზუსტად მახსოვს. და ეს ფოტოები რო არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მე ჩემი და კარლოს ხსები ვერ გადაიკვეთებოდა ვერანაირად. აი მართლა კინოს სცენარია და ჩამიხუტა გულში და მითხრა, რომ ეხლა კიდევ უფრო მეტად ხვდებიო, რა მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვისა და ძალიან მაგრად ჩამეკრა. მაშინ იყო ქალბატონი სოფია ჩამოსული და რა თქმა უნდა, ბევრი კარგი ახსოვს საქართველოს. გამარჯობა. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის ქალი, რომლის ცხოვრებაც რაღაცნაირად თითქოს კინოსცენარისთვის არის დაწერილიო. ეს არის ადამიანი, რომლის ქორწილის შესახებაც საუბრობს ძალიან ბევრი ადამიანი და საუბრობს ძალიან ბევრი მედია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ამ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი იგი იმიტომ მოექცა, რომ გახდა მსოფლიო კინო ლეგენდის სოფი ლორენის რძალი. მარიამ შარმანაშვილი არის დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. ვახსენე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს შენი ქორწილის შესახებ, თქო, თუმცა მე ამ გადაცემაში ჩემს მაყურებელს მინდა მოუყვე შენი ამბავი და ისტორია, რომელმაც აქამდე მოგიყვანა. თუმცა, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს გოგოც, რომელსაც დღეს ყველა იცნობს როგორც სოფი ლორენის რძალი. ანუ ამ თემასაც შევეხოთ. მოკლედ ვისაუბროთ გულწრფელად, რაც მთავარია და ვისაუბროთ ყველაფერზე, იმაზე, რაც შენს თავს გაგვაცნობს კარგად. იცი რა არის? პირველად, როდესაც ადამიანს ვიცნობ, ყოველთვის ვუსმენ ხოლმე მის ისტორიებს, თუ მინდა რომ მასე რაღაც გარკვეული წარმოდგენა შევექმნას, ვუსმენ ყოველთვის მის ისტორიებს ბავშვობიდან. იმიტომ რომ რაღაცნაირად მეხმარება ამ ადამიანის გაცნობაში. ამიტომ ჩემი გადაცემა შეიძლება ხშირად დაიწყოს ასე და მე მაინტერესებს შენი ბავშვობის ამბები, როგორი ბავშვი იყავი, რაზე ოცნებობდი და ზოგადად როგორი ბავშვობა გქონდა? ბავშვობა როგორც სტანდარტულად 90-იანელებს გქონდა, არავის გქონდა ვფიქრობ მაშინ დალხენილი ძალიან ცხოვრება, უშუქობა და ყველაფერი, როგორც მაშინდელმა ყველა ბავშვმა მეც გავიარე. ცელქი ვიყავი, აი ესეთი ბავშვი, ეზოში რო ჩავა და ამოსვლა რო აღარ უნდა, ესეთი ბავშვი ვიყავი და ალბათ მაგიტომ იყო ჩემი ბავშვობა განსაკუთრებული, რომ ეს ძალიან ბევრი დრო გვაქვს, მე და ჩემს მეგობრებს ერთად გატარებული და ბევრი ისტორია გადაგხვდენია და სწორედ ამ ისტორიებმა გახადა ესეთი ბედნიერი ჩვენი ბავშვობის პერიოდი. შენს ოჯახზე მომიყევი მშობლებზე? ჩემს ოჯახზე, ცოტა ისეთ თემას ვახებით ახლა. იმიტომ რომ დედა გარდაცვლილი მყავს და ჩემთვის ეს თემა ცოტა ისეთია. ცოტა კი არა და მძიმე. რამდენი ხანია? 2011-ში გარდაიცვალა დედიკო. და თან ძალიან მოულოდნელად 21 წლის ვიყავი მე და დედიკო იყო 47-ის ძალიან ახალგაზრდა. ხო, მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა მიჭირს ხოლმე საუბარი, იმიტომ რომ არ არის ხოლმე ისეთი მარტივი და საკმაოდ დიდი ემოციური მაქვს ხოლმე. საკმაოდ დამოკიდებული ვიყავი დედიკოსზე. ანუ საერთოდ ყველა დედაშვილს დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, მაგრამ მე ცოტა ზედმეტად დამოკიდებული ბავშვი ვიყავი დედაზე და მაგიტომ კიდევ უფრო მეტად გამიჭირდა იმ რეალობასთან მერე შეგუება. არა რეალობაც ჩემს წინაშე დადგა მაშინ. ზუსტად მქონდა როგორი სიტუაცია ხარ ვაკიხსნა. 3 დღის დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი. და ხდება ეს ამბავი, ანუ რომ დედას ემართება რაღაც შეტევა და მოკლედ ერთ კვირაში დედა აღარ გვყავდა. კარგი რა. კი, და რაღაცნაირად ძალიან ისეთი, როგორ თქვა, ისეთი ცხოვრების ისეთ ეტაპზე მოხდა, როცა ალბათ კიდევ უფრო მეტად გჭირდება მშობელი გვერდში ხო, მაგრამ რაღაცნაირად სულ ამბობ ხოლმე, რომ დედას და შვილს შორის კავშირი არის გაუწყვეტელი. ვფიქრობ მაინც, რომ ამ ყველაფერმა სხვა ადამიანად ჩამომაყალიბა და გარდამქმნა. როგორ გადაიტანე ის სტრესი და ანუ ვინ ან რა ძალა დაგეხმარა ამ ყველაფერთან გავუსვაში? ალბათ ყველაზე მეტად მაგ დროს ქშველის ისევ რწმენა, რომ
რომ ეს კავშირი დაურღვეველია დედაშვილს შორის და რაღაცნაირად ჩვენთვის სასურველ რეალობას ვქნით ალბათ ჩვენს გონებაში და გულში, რომ რაც გვიწყობს ხელს ალბათ, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება და რაღაცნაირად საკუთარ თავს არ გამოუტანოთ ეს განაჩენი თითქოს, რომ ცხოვრება დაამთავრდა და ასე შემდეგ. სხვათა შორის კიდე ერთ რაღაცას გავუსვამ ხაზს, რომ ალბათ ბევრი ადამიანი გვიყურებს, ვისაც ახლობელი ადამიანი ყავს დაკარგული და მაშინ ახლა არც თუ ისე დიდი ვიყავდეს და ერთი წლის არ მიმაჩნია, რომ დიდია. ამ გადმოსახედიდან მით უმეტეს. და არ ვიცი როგორ, მაგრამ ძალიან დიდი გაცნობიერება მოვიდა ჩემს გონებაში. რაც დამეხმარა, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. გაცნობიერება გულისხმობს იმას, რომ წარმოვიდგინე ჩემთვის, რომ რადგან სული აგრძელებს ცხოვრებას, ამ სულის სიმშვიდე იყო ჩემზე დამოკიდებული და რაც არ უნდა სრულ ყოფილ სამოთხეში ყოფილიყო და მისი გული და სული ვერ იქნებოდა რაღაცნაირად მოსვენებული თუ მე აქ გავაგრძელებდი უსასრულო გლოვას. და აი ამ რწმენამ რომ გავაანალიზე რომ ჩემზე იყო პასუხისგებლობა გარკვეულწილად იმის რომ დედა რამდენად კარგად იგრძნობდა ეგ თავს და მშვიდად ამან გადამალახინა. დედმამიშვილი არ ყავს? კი, ორი ძმა მყავს უფროს. რა თქმა უნდა ძალიან დამეხმარა მაგათი გვერდში დგომაც. მსგავს სიტუაციაში ხშირად მსმენია ხოლმე რომ ადამიანები ამბობენ რომ გრძნობ მას ჩემს ყოველდღიურობაში ეს გაქვს შენც ეს გრძნობა. აი როდესაც კარგად ხარ ან ცუდად ხარ პირიქით რაღაცნაირად მეტსაც გეტყვი, ანუ რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ძალიან მჯერა, რომ დედაჩემმა იქ სადღაც ძალიან ბევრი ილოცა ჩემზე და მქონდა ეგეთი მომენტი, რომ სანამ ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეუღლე გამოჩნდებოდა, სანამ გავიცნობდი, პანდემიის პერიოდი იყო ძალიან კარგად მახსოვს და მქონდა საკმაოდ ისეთი რთული ეტაპი პირად ცხოვრებაში. აი არ ვიცი რატომ მომინდა მაშინ ასე საუბარი, იმიტომ რომ ხშირად ესე არ ვჭდები და არ ვესაუბრები დედას, უკვე გარდაცვლილ დედას. გამოცდის პერიოდი მქონდა მახსოვს, მაშინ აფთიაქში ვმუშაობდი, ფარმაცევტულ სფეროში ვიყავი და აი ესე რაღაც გადავდე წიგნები გვერდზე და მომინდა რომ მეთქვა დედასთვის, მეთქი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოიტანს ჰარმონიას. არ ვიცი რატომ მომინდა და იმდენად ეს შევიგრძენი ეს სიხარული, რომ ეს ყველაფერი უკვე მქონდა. მანიფესტაცია გააკეთე. ხო, რაღაც ეგრე გამოვიდა, თითქოს მანიფესტაცია. ჩვენ ანუ ადამიანები ხო ყველაფერს ვარქმევთ სახელს, რომ მანიფესტაცია, რაღაცა სიმბოლოები გვიყვარს, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა. მაგრამ ძალიან მალე, აი ერთი კვირაც არ იქნებოდა, რამოდენიმე ალბათ დღე იქნებოდა გასული. კარლოს პირველი მესიჯიდან აღვნიშნა. საქმე იმაშია, რომ მე არ ვიცოდი, რომ კარლო იყო. პირველი მესიჯის დროს მქონდა განცდა, რომ აი ეს მესიჯი არ ვიცი რატომ მქონდა. შეცვლის ჩემს ცხოვრებას. აი ეს განცდა მქონდა ზუსტად მახსოვს. მაგრამ იმას ვერ წარმოვიდგენი კიდევ უფრო, ანუ რა კუთხით შეცვლიდა და ასე შემდგომ, იმიტომ რომ იმ პერიოდში თითქოს მიუხედავად იმისა, რომ ესეთი რაღაც თქვი ჩემს დედიკოსთან, ანუ მაინც თითქოს იმ პერიოდში ვაპირებდი, რომ ყველაფრისგან დამესვენა, თუნდაც პირად ცხოვრებაში, იმიტომ რომ რაღაც იმედ გაცრუებები იყო და მეთქი, ანუ ჩემს თავს უნდა მივცე დრო. მაგრამ არასდროს ჩვენ არ ვიცით სამყარო რას ჩათვლის ჩვენთვის სასიკეთოდ და ვერასდროს მაგიტო ვერ განსაზღვრავ წინასწარ. ხა შენს შესახებ მომიყევი, შენ ძირთადი საქმიანობის შესახებ. როგორც მოგახსენე, ძალიან ბევრი წელი, 12 წელი გავატარე ფარმაციაში, ვიყავი ფარმაცევტი, მე აფთიაქის მენეჯერობაც მომიწია. პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე, რატომაც გადავწყვიტე, მაგასაც გეტყვით, რომ მეორე პროფესია შემეძინა. პანდემიის პერიოდში იყო, რომ პირველი ოჯახი სამწუხაროდ დამენგრა და ძალიან დიდი სტრესი იყო, რა თქმა უნდა, ჩემთვის, იმიტომ რომ 6 წელი ვიყავით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ერთად და რა თქმა უნდა, ჭირდებოდა რაღაც ისევ ხელჩასაჭირი, ეს მაქვს სხვათა შორის, რომ როცა რაღაც მიჭირს. დედა უკვე გარდაცვლილი იყო, კი ეს ხდება 2013-ში, როცა ჩემი პირველი მეუღლე. ანუ 2011-ში დედა გარდაიცვალა ამ ხელა ტრაგედია და მე კიდე პირადი. კი. სამწუხაროდ არ შედგა ჩვენი ოჯახი ისე. არ შედგა, ვერ ვიტყვი. უსაყვარლესი შვილი მყავს და ვერ ვიტყვი, რომ არ შედგა.
იმიტომ რომ დემეტრე მყოლოდა ალბათ ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში და პირიქით ანუ მაგას არ ვიტყვი რომ მოდი არ შედგა. და ამ პროფესიას იმიტომ მომინდა რომ ამ პროფესიაში მოვსულიყავი ზუმბაში ან ფიტნეს სფეროში რომ მე ძალიან დამეხმარა. და მომინდა რომ მე სხვებსაც დავხმარებოდი რომ წარმოვიდგინე რომ რადგან მე ესე მიშველა ამ ყველაფერმა ფიზიკურმა აქტივობამ და საერთოდ ზუმბა რასაც მოიცავს ვიფიქრე რომ ეს იქნებოდა სხვა ქალებისთვის ძალიან დიდი ინსპირაცია. და აქედან გამომდინარე აღმოჩნდი მეორე პროფესიაშიც. მე საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ ფარმაციის დატოვება მომიწია ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე და ეხლა ვარ გადაართული აბსოლუტურად ფიტნეს ინსტრუქტორად მუშაობ უკვე და ადამიანებზე სრუნოს აქვაგრძელებ. ხო, განწყობაზეც და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი. ეხლა მოდი მივიდეთ, უკვე დაიწყე ნაწილი ამ ამბის მოყოლა, რომელიც ყველას ძალიან აინტერესებს და მეც მაინტერესებს. სად, როდის, როგორ გაიცანი და პირველი პერიოდი როგორი იყო თქვენი ურთიერთობის? გავიცანით ინსტაგრამზე. ძალიან ისეთი, როგორ თქვა, ისტორია უძღვის, სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, რომ წაგანაც ვახსენე, რთული პერიოდი მქონდა და ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ჩემი კარის მეზობელი ფოტოგრაფი, რომელმაც ძალიან ბევრჯერ მთხოვა რომ მოდი გადაგიღებ ფოტოს. არ ვიცი რატო ქონდა ესეც აკვიატებული რომ უნდა გადაეღო ფოტო და ეს ფოტო უნდა მოხვედრილიყო სოციალურ ქსელში. მოკლედ ერთ დღესაც ძალიან ის სახელდახელად სხვათა შორის არაფერი განსაკუთრებული არც მეიქაპი არ მქონია, არაფერი, ძალიან ბუნებრივი ფოტოები გადავიღო და სანამ იმ ოთახში იდგა ფორტეპიანო და მახსოვს რომ თხოვე რომ ფორტეპიანოსთან თუ შეიძლება ერთ ფოტოს გადავიღებ თქო და ეს ძალიან როგორ თქვა, ლამაზ დეკორაცია იყო. გადავიღეთ ფოტოები, ჩემმა მეგობარმა ჩამიყარა ეს ფოტოები მეორე დღეს და რაღაც ჰეშტეგი გამომიგზავნა, რომ ამ ჰეშტეგით ატვირთეოდა. მე რომ დავფიქრდი, მოგვიანებით უკვე, იმ გადასახედიდან როცა უკვე ვიცნობდი კარლოს. ეს ჰეშტეგი რო არ ყოფილიყო და ეს ფოტოები რო არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მე ჩემი და კარლოს გზები ვერ გადაიკვეთებოდა ვერანაირად. მოკლედ ჩემი მეგობრის დიდი დამსახურებაც არის, რომ საბოლოო ჯამში ამხელა სიყვარული მეწვია. ჰეშტეგი რა იყო? ჰეშტეგი იყო ბევრი რაღაც, music, piano და რაღაცები, რაც მუსიკასთან დაკავშირებული იყო. როგორც კარლო იხსენებს, ათვალიერებდა, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, კარლო არის ვირტუოზების სკოლის დამაარსებელი ლოს-ანჯელესში და ახალბედა ვირტუოზებს, ზოგადად ეძებს ხოლმე და კოლაბორაციები აქვს ხოლმე და რო დაინახა ეს ფოტო ფორტეპიანოსთან, ეგონა რომ ვიყავი მუსიკოსი. პირველი მისი მესიჯი იყო ამ ფოტოზე ბელისიმა და ასე დაიწყო ჩვენი ისტორია. რამდენი ხანი გქონდათ ეს მიმოწერა? ერთი თვის თავზე მოკლედ ჩამოვიდა მიმოწერის დაწყებიდან, იმიტომ რომ მახსოვს რომ LA-ში უნდა გაფრენილიყო და ბუდაპეშტში იყო იმ პერიოდში და ბუდაპეშტიდან რაღაც რეგულაციები იყო, როგორც მახსოვს პანდემიიდან გამომდინარე და ესე ამიხსნა მაშინ რომ ჯერო საქართველოში რო ჩამოვიდეო და მე გავფრინდეო, ძალიან მარტივად გაივლი და კარანტინს თუ რაღაცას, მაგრამ მოგვიანებით გამომიტყდა რომ ეს თურმე სხვა მიზეზით იყო, რომ უნდა და ჩემი პირადად გაცნობა და მოიმიზეზა რომ საქართველო იქნებოდა თურმე მოსახერხებელი. თავიდანვე ფლირტი იყო თუ მეგობრობა? გეტყვით, თავიდან მეგობრობა უფრო იყო, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ჩემი მხრიდან მე კარლოს ვატყობდი, რა თქმა უნდა, რაღაც მალევე შევატყო, რაღაც სიმპათიები გაუჩნდა, მაგრამ მე ცოტა ისეთი ადამიანი ვარ, მჭირდება რაღაცა როგორ თქვა, რომ დავრწმუნდე, რომ ნამდვილად ეს არის და ესე მარტივად არ ხდება ხოლმე, რომ როცა გაქვს არც თუ ისე კარგი. უფრო ფრთხილად ეკიდები, მით უმეტეს როცა მეორეჯერ შედიხარ ურთიერთობაში და ხო, რაღაცა ის ვიყავი ცოტა სკეპტიკურად განწყობილი. მაგრამ პირადად რო მომიწე გაცნობა მე და პიროვნების პირადად უშუალოდ კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მე უკვე სხვათა შორის თემამ რადგან მოიტანა, გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთ დაჯერება ჩემთვის დამაჯერებელი ფაქტი იყო, როდესაც სამთავროს მონასტერში ამიხსნა სიყვარული. იქ დავწმუნდი, რომ ეს იყო ნამდვილად ის გრძნობა, რასაც შემიძლია რომ ვენდო.
და რო ჩამოვიდა პირველად ხა ჩემეძლო რომ ანუ მენახებინა თბილისთან ახლოს და ერთ-ერთი იყო სამთავროს მონასტერი და ვილოცე მამა გაბრიელთან ასეთი სიტყვები ვუთხარი რომ მეთქი თუ ეს გრძნობა ნამდვილია მისი მხრიდან და თუ უფლისნება ჩვენი ურთიერთობა დაგვლოცე და დამარწმუნე მეც რომ ნამდვილია თქო და გამოდივართ ტაძრიდან აი მართლა კინოს სცენარია და ეხაც ცოტა ის მაქვს ემოციური დავიწყე მონოლოგი ზუსტად მაგით რომ გამოდივართ და კარლოს აქვს როგორი რეაქცია იცი რომ ანუ აი აშკარად ძალიან ემოციური იყო და ჩამიხუტა გულში და მითხრა რომ ეხლა კიდევ უფრო მეტად ხვდებიო რა მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვისა და ძალიან მაგრად ჩამეკრა. მოკლედ ჩემთვის ეს იმხელა რაღაცა იყო, მით უმეტეს რაც უძღოდა რამოდენიმე წუთის ინტერვალის წინ, ხო? ანუ ეს ჩემი ლოცვა და რაღაც რომ მივხვდი რომ ეს იყო ნიშანი. და რა თქმა უნდა მეც მე უფრო მეტად გავხსენი გული და უფრო მეტად ვენდე უკვე. აი ესეთი ისტორია გქონდა რომელიც ჩემთვის ალბათ გადამწყვეტი იყო ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, არ იყო ჩემთვის მარტივი მეორეჯერ როცა შედიხარ ურთიერთობაში ენდო და რაღაცნაირად იმ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი საშუალება მისცა რომ განავითარო. რამდენ ხანში გაიგე რომ სოფი ლორენის შვილი იყო? და როგორი იყო შენი რეაქცია? აი პირველად რომ ანუ პირველი მესეჯიდან 3 დღის მანძილზე ისევ მესეჯობდით რომ ანუ არ ვიცოდი სახელგვარი ანუ არ ვიცოდი ვინ იყო როგორც ასეთი. ქონდა ნათქვამი რომ ანუ მუსიკოსია. თავიდან პირველი მესეჯის შემდეგ საერთოდ წარმოდგენა მქონდა რომ ადმინი იყო. ანუ რატომღაც ესეთ გვერდებს ანუ როგორც მისი გვერდი ხა ანუ ლა ვირტუოზ ორკესტრა ესე ქვია. მის გვერდს და ანუ მეკონა რომ რატომღაც ადმინი იყო. ანუ ვერც წარმოვიდგინე და მე უკვე რომ მომწერა რომ აი მუსიკოსია რაღაც წარმოდგენა შემექმნა. ისიც მომწერა საქართველოში ნამყოფი რომ იყო ნინო სურგულაძის კონცერტით, მაგრამ აი ეს რო ჩავძიებოდი რომ აბა ვინ და რაღაც ეს მომენტი არ მქონია, რატო არ ვიცი. 3 დღის მერე გაირკვა როგორ ეხა გითხრათ, ანუ მითხრა რომ ხვალე არისო ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ოჯახისთვისო. წარდგენილი არის ჩემი ძმის ფილმი ანუ ოსკარსეო და რაღაც არ ვიცი რომელ ნომინაციაში არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ წარდგენილი იყო და რა თქმა უნდა ხა ოსკარი რომ მითხრა ძალიან გავიკვირვე რა რომ მეთქი ვინ არის ანუ თქვენი ანუ მითხრა დედა ჩემის და ჩემი ძმის და მეთქი ვინ არის თქვენი დედიკო ან ძმა და მე რომ მითხრა რა თქმა უნდა ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო სურპრიზი იყო და რა თქმა უნდა ჩემთვის პატივი იყო თვითონ კარლოს გაცნობა, იმიტომ რომ კარლო ცნობილი დირიჟორია როგორც აღმოვაჩინე მე, იმიტომ რომ კლასიკურ მუსიკასთან ესეთი შეხება, რაც მართალი ვერ დავიბრალებ, არ მქონია და ესე არ ვიცნობდი ხა კარლოს. და მე რა თქმა უნდა რო გავიგე ეს რომელი პროფესიის წარმომადგენელი იყო თვითონაც მისი მშობლების ვინაობაც, ძმაც ძალიან ისეთი ცნობილი რეჟისორი გახლავთ და რა თქმა უნდა პატივი იყო, მაგრამ ეს მომენტი რომ ეს განვითარება ეს ურთიერთობის და რაღაც მაგას რა თქმა უნდა ადამიანი ვერ წარმოიდგენდა. ვერც დაგეგმავ და ვერც წარმოიდგენდა. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს გვაქვს და მეც მათ შორის მქონდა ესეთი წარმოდგენა, რომ ეს ცნობილი ადამიანები საკმაოდ დიდი დისტანციით გამოირჩევიან. რას გეუბნებოდა რატო დავინტერესდი შენთას ძალიან ასე უცებთან? ესე არ უთქვამს, რომ ესე ამიტომ დავინტერესდი და ასე, მაგრამ საერთოდ თემები ბევრი გქონდა. მუსიკა, ანუ კლასიკურ მუსიკასთან ესეთი შეხება არ მქონია, რომ ვთქვათ, მაგრამ ყოველთვის უსმენდი ხოლმე სხვადასხვა რაღაც ნაწარმოებებს. მე ჩემი ანუ გამოცდილება გავუზიარე, მან თავისი ანუ გამოცდილება გამიზიარა. მარიამ, სოფი ლორენი ჩვენთვის ყოველთვის არის ლეგენდა. მაგრამ შენთვის ახლა უკვე ის არის ოჯახის წევრი. როგორი არის სოფი ლორენი კადრს მიღმა და როგორი დედამთილია? ძალიან თბილი და მოსიყვარული ადამიანია, მაგას აუცილებლად უნდა გაუსვა ხაზი. და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, ჩემთვის იმას თუ თუნდაც როგორ მიმიღებდა ისიც, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ადამიანის მშობელი, რომც არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ესეთი ცნობადი, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ადამიანი ასეთი ლეგენდარული ადამიანია და თან მე ასეთი აღმოჩნდება უშუალო და თბილი ადამიანი შენთან ურთიერთობაში ორმაგად სასიხარულოა, რა თქმა უნდა. რა შემიძლია ვთქვა ახალი? არაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ითქვა
ზოგადად ქალბატონ სოფიაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შემიძლია ვთქვა ის არის რომ არის უსაზღროდ მოსიყვარული და უშუალო ადამიანი. როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა? პირველი შეხვედრა, ანუ შედგა ჟენევაში, ჩემს შვილთან ერთად ვიყავ ხსოვს. რა თქმა უნდა, ამაღელვებელი იყო ძალიან ჩემთვის და პირველივე შეხვედრაზე სხვათა შორის, ანუ არანაირი დისტანცია, არანაირი ეს მკითხა საქართველოსეც, დემეტრეს ესაუბრა ბევრი ასევე და დემეტრემ პირველივე, ესე იგი, ვიზიტის დროს მოინადირა მისი გული და ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე დემეტრეზე, რომ ძალიან სიმპათიური ბიჭიაო და სხვათა შორის ერთი მომენტი, მნიშვნელოვანი მომენტი გქონდა, რომ დემეტრემ მოისურვა, რომ იქ რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი მისი ჯილდოები და დემეტრე ძალიან უნდა რომ ოსკარი აეღო და მისცა უფლება რომ ოსკარი აეღო და მაშინ უთხრა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ჩემთვის რომ ვინ იცის რომ შენ ერთ დღეს ესეთი ჯილდო აიღო და ძალიან რაღაცნაირად სტიმული მომცა ხო როგორია შენთვის იყო აი ამ სტატუსის მატარებელი სოფი ლორენის რძალი და აი ეს შენ ცხოვრებაში რომ ეს ახალი თავი მოვიდა როგორ გადაიტანე ეს ანუ ემოციურად ნამდვილად სწორად აღნიშნე რომ გადატანა ჭირდება მაგ ყველაფერს იმ კუთხით რომ არის პასუხისგებლობა დიდი სიხარულთან ერთად რა თქმა უნდა და სწორი ზღვარიც უნდა დაიჭირო კი სწორი ზღვარიც კი ნამდვილად იმიტომ რომ ეს ფაქტი მოხდა და ესე აღმოჩნდი მე ადამიანების ყურადღების ცენტრში. ამან მომიტანა რეალურად ცნობადობა, მაგრამ რა დახვდებათ ამ ცნობადობის იქით ეს უკვე არის შენზე. დარჩები შენ თუ არა მხოლოდ სოფი ლორენის რძლად თუ გახდები მარიამ შარმანაშვილი, ეს უკვე არის შენს დამოკიდებული. და მე არავისთან არასდროს არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობ, თუ ვცდილობ საკუთარ თავთან, მხოლოდ და მხოლოდ და მე მანამდე სანამ სოფი ლორენის რძალი გავხდებოდი, სანამ კარლო პონტის მეუღლე გავხდებოდი, მე ჩემი მისია ცხოვრებაში ნაპოვნი მქონდა. და ეს მისია იყო რომ დავხმარებოდი სხვა ქალებს და დავხმარებოდი, იმიტომ რომ ამაში დავინახე ჩემი რაღაცა თავი ყველაზე მოტივირებული. რამდენად რთულია ან პლუსები და მინუსები ზოგადად რა აქვს ისეთ ადამიანთან თანაცხოვრებას, რომელსაც განსხვავებული მენტალიტეტი აქვს, კულტურა აქვს, სხვა ენაზე საუბრობს. საინტერესოა ჩემი აზრით, ანუ გამოწვევები რა თქმა უნდა ყველა ურთიერთობაში არის და თუნდაც განსხვავებული მიდგომებიდან გამომდინარე რაღაცებთან დაკავშირებით, მაგრამ სიყვარულს ალბათ მე გეხმარება ამ ყველაფერში, რომ ეს გამოწვევები დაძლეო. რა არის სიყვარული? სიყვარული ვფიქრობ არის გრძნობა, რომელიც გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ის ადამიანი მიიღო ისეთი როგორიც არის. იმიტომ რომ ყველაზე მეტად გვიჭერს ადამიანებს მიღება. და ეს არის ალბათ ის გრძნობა, რომელიც გალახვინებს მაგ ბარიერს, რომ და შეუძლებელი ამ გრძნობის წინაშე აღარაფერი ხდება. ხო, ალბათ ეს არის სიყვარული, რომელიც უპირობოდ მიგაღებინებს ადამიანს. და ბედნიერება? ბედნიერება არის სიმშვიდე, რომელიც ალბათ ყველა ადამიანს სჭირდება განსაკუთრებით დღესდღეობით მსოფლიოში ალბათ და ყველა კუთხით გვჭირდება ალბათ სიმშვიდე და სიმშვიდე არის ის, რაც მე მომიტანა ამ ურთიერთობამ ყველაზე ძვირფასი და ღირებული. ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად რითი ამაყობ? ჩემი განვლილი გზით. შეიცვალა რამე შენს ცხოვრებაში, შენს მენტალიტეტში ან რაღაცა? არაფერი არ შეიცვალა გარდა იმისა, რომ მივხვდი, რომ უბრალოდ საზოგადოების წინაშე რადგან გავხდი ცნობადი, მაქვს რაღაცა გარკვეულწილად პასუხისგებლობები და ჩემი თავი პასუხისგებლობა ვთვლი, რომ არის თუ რა მაქვს მათთვის სათქმელი. და ჩემი აუდიტორია თუნდაც ინსტაგრამზე არის 99% ქალბატონები და ვთვლი, რომ მათთვის მაქვს ყველაზე მეტი სათქმელი. ყველაზე ხშირად რას გწერენ ხოლმე უცხო ადამიანები? აი, სხვათა შორის ხშირია გამოხმაურება ემიგრანტებისგან და ძალიან დიდ სიყვარულს ვუგზავნი მათ. ძალიან დიდ სიყვარულს, იმიტომ რომ ვიცი, 2 თვე გადაბმულად მომიწია ჟენევაში ცხოვრება. ჩემს უსაყვარლეს ადამიანთან ერთად, ჩემს შვილთან დემეტრესთან და კარლოსთან ერთად, მაგრამ ძალიან გამიჭირდა და წარმომიდგენია, როდესაც საყვარელ ადამიანებისგან შორს გიწევს 24/7 შრომა
და გიწევს უამრავ გამოწვევასთან ჭიდილი, რამხელა რაღაცას ნიშნავს და ძალიან ბევრი მწერს ხოლმე, რომ იმედი მომეციო, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობსო და ბევრი კიდე ესეთი გოგონა მწერს, რომელსაც შვილები ყავს და ესეთი მესიჯები ხშირი ყოფილა, რომ იმედი მომეციო, რომ შვილიან ადამიანს შემიძლია მე კიდე ოჯახი შევქმნო და სიყვარულის იმედი დამიმბრუნეო და აი ამაზე მეტი, ანუ რა უნდა იყოს, რომ თუნდაც ერთი ადამიანისთვის რო გახდები რაღაცა კუთხით საიმედო ან რაღაცა კარგი მაგალითი იმის რომ ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი და უნდა გქონდეს იმედი უკეთესის, აი მეტი რა უნდა იყოს, მაგაზე დიდი. ხშირად ადამიანებს შენს სიტუაციაში ამბობენ ხოლმე, რომ საკუთარ სახელს კარგავენ ცნობილი ადამიანების გვარების გვერდით. და აი ეს საფრთხე თუ იგრძენი ან ამაზე თუ ძალიან საინტერესო თემას ეხები და მადლობა რომ შეეხება. მათ არის ორი ვარიანტი რა. შეიძლება ძალიან დაიკარგო და დარჩე მხოლოდ იმ ადამიანის აჩრდილად მაგრამ თავიდან სხვადასხვა როლში დარჩე. სოფი ლორენის რძლის როლში დარჩე და მე ამაყება რა თქმა უნდა ეს სტატუსი. სხვადასხვა არც თავიდან არ ჩამithვლია ის რომ მე რაღაცა ვიღაცის ჭრდილში ვიქდებოდი. პირიქით ეს ადამიანი ჩემი დედამთილი ანუ სოფი არის სოფლიო ლეგენდა და უბრალოდ იმის იქით, ხო? სიტყვაზე შენ რას გააკეთებ? რას შექმნი? ეს უკვე შენზეა დამოკიდებული და დარჩები თუ არა, ანუ იმ როლში მარტო საქართველოზე მეკითხებოდაო რა, იცოდა საქართველოს შესახებ 2016-ში ნამყოფი, რა თქმა უნდა იცის. უბრალოდ ქართული კერძები იქ შესაძლებლობა მომეწდა მე გავასინჯე და ძალიან მოეწონა. ხო, საქართველოზე რა თქმა უნდა ქონდა ინფორმაცია და კარლოს როგორც ვახსენე საქველმოქმედო კამპანიით საქველმოქმედო კონცერტი ქონდა ქალბატონ ნინო სურგულაძესთან ერთად და მაშინ იყო ქალბატონი სოფია ჩამოსული და რა თქმა უნდა ბევრი კარგი ახსოვს საქართველოს ორი ქორწილი გქონდათ ამას და წმინდა რომ და აი ჯვრის წერაც სხვათა შორის აი რელიგიის თემას შევეხები ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო რომ მითხრა რომ მე მზად ვარო რომ შევიცვალო ანუ აღმსარებლობა იმიტომ რომ ჯვარი დავიწერო შენთან ეს ჩემთვის იყო განუზომელი პასუხისგებლობა ანუ მილიონჯერ ალბათ შევეკითხე რომ დარწმუნებული ხარ იმიტომ რომ ამ ასაკში როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ ანუ ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის რომ კარლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან მადლიერი ვარ რა თქმა უნდა. ორი ქორწილი გქონდათ ვახსენეთ უკვე ერთი საქართველოში და ერთი ახლახანს გქონდათ ჟენევაში. საქართველოში ტრადიციული სამოსით, ასევე კარლოც შენც და აი ამ დღის ემოციებზე მომიყევი. ჩემი ემოციები და კარლოს ემოციები რა თქმა უნდა იყო დაუვიწყარი და განსაკუთრებული. ორივე ერთნაირად ემოციური იყო? კი, ორივე. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბები იქ დიდი არ იყო, ჟენევაში ძალიან ვიწრო დროში გავაკეთეთ. ორივე ერთნაირად ემოციური იყო. და განსაკუთრებით გამოვყოფ სიტყვის წარმოთქმის მომენტი რო გქონდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვინერვიულე. ისეთი ემოციური იყო ჩემთვის კარლოს სიტყვები, რომ ანუ ვეღარ ვაჩერებდი ტირილს მაკიაჟი, ჩამომეღვენდა და მე უნდა მეთქვა სიტყვები და არ ვიცი როგორ შევძელი, მაგრამ მადლობა უმერც, რომ შევძელი, გავაკონტროლო ჩემი ემოციები როგორც იყო. შენი ბედნიერი დღე ეს იყო? ეს დღეები იყო? ყველაზე ბედნიერი დღე შენ ცხოვრებაში? ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი. სხვა ბედნიერი დღეებიც მახსენდება ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ ერთ-ერთი რა თქმა უნდა, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეები რა თქმა უნდა იყო. ეხლა როგორია თქვენი თანაცხოვრება? როგორც ვიცი, საქართველოსდან წასვლა სარგეგმავ და გადაცხოვრებას. ჩემი ოცნება რაც არის ხა გაგიზიარებთ. ჩემი ოცნება რომ საქართველოში ჩამოცხოვრდეს კარლოც და აქ ვიცხოვროთ და აქ იყოს ჩვენი ძირითადი საცხოვრებელი სახლი. ეხლა ამ ეტაპზე გვიწევს ხო, იმიტომ რომ ესე დისტანციურად ხანდახან ყოფნა, იმიტომ რომ კარლოს კონცერტები აქვს ბევრი. ქალბატონ სოფიასაც დიდი ყურადღება ჭირდება მისი შვილის მხრიდან და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია და როგორც მეც ანუ აქ საქართველოში ვცხოვრობ ჩემს დედის დედასთან ბებოს არ უნდა საქართველოსდან წასვლა რა თქმა უნდა და მეც მიჭირს მისი დატოვებაც ესეც არის გარკვეულწილად ალბათ ამ მიჯაჭვულობას რაც იწვევს აქაურობასთან და რა თქმა უნდა ეს
ანუ ვიცი რა არის ვერ ვიტყვი რომ ძალიან რთული ეს შორს ყოფნა მაგრამ ხშირად ვნახულობთ მე და კარლო და ეს ჩვენთვის ძალიან დიდ გამოწვევას არ წარმოვადგენს ყოველწლიურად შეიძლება კონტაქტზე იყო და ნუ ეს ყველაფერი არ არის მაგრამ ნუ ამ ეტაპზე მაგრამ ჩემი საბოლოო ესეთი როგორ გაოცნება და მიზანი არის რომ საქართველოში ვიცხოვროთ რადგან ზუსტად ვიცი რომ კარლოთ საქართველოსთვის და ქართველი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრ ამის გააკეთებს მუსიკოსებისთვის და მინდა რომ რაღაცა ეს ჩემი ოცნება ახდეს. ვადევნებ ხშირად შენ სოციალურ ქსელს თვალს და აი მე შენ იქამდე არ გიცნობდი და აქედან გამომდინარე რა ასოციაცია გამიჩნდა, რა შთაბეჭდილება გამიჩნდა შენზე და რას ვფიქრობდი, იცი რომ ძალიან ამაყობ შენი ქვეყნით. ძალიან მიყვარს. და ასეთი განცდა დამეუფლო თითქოს გინდა რომ კიდევ უფრო აი ეს დიდი აუდიტორია რომელიც ახლა შენ გყავს არა მარტო საქართველოდან, მსოფლიოდანაც გაკვირდება, გინდა რომ ეს გამოიყენო იმისთვის რომ ბევრს გააგებინო. აბსოლუტურად სწორად შენიშნე კი. იმიტომ რომ ეს მარტო ჩემი ბედნიერება არ აღმოჩნდა. ეს რა თქმა უნდა ეს ვერ გათვლი წინასწარ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს რაღაცა ორი დიდი კულტურის გაერთიანებად აღიქვა ადამიანებმა და ძალიან გამიხარდა რომ ესე მიიღეს და მეც რაღაცა მან დავინახე ის მომენტი რომ რატომაც არა ჩემს ქვეყანაზე რაც მეტი ადამიანი გაიგებს. რა არის სამშობლო შენთვის? სახლი. ანუ სახლი რომელშიც ყოველთვის გინება დაბრუნება. ანუ ყველაზე და რა თქმა უნდა სამშობლო არის დედაჩემის თუნდაც სამყოფელი, სადაც მეგულება. სადაც ყოველთვის მომინდება ზუსტად მაგიტომ დაბრუნება. ძალიან ემოციური ადამიანი ხარ, როგორც გეტყვი, ხო? ყველაზე მეტად რაზე გიჩუღდება ხოლმე გული? ახლა უკვე რამდენჯერ მე შეგამჩნია, მაგრამ მაინც. ხო, არის რაღაც თემები, რა თქმა უნდა. შემთხვევაში აი ზოგადად რაზე გიჩუღდება ხოლმე? რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე, დედის თემაზე ძალიან გულთვილი ვარ ყოველთვის. უსამართლობაზე მიჩუღდება ხოლმე გული ძალიან. უსამართლობაზე ვბრაზდები მე. ხო, მიჩუღდება ჯერ და მერე ვბრაზდები. და მერე ეს უსამართლობის განცდა ხოლმე, რაც ძალიან დიდი ენერგიას მართმევს ხოლმე და მაქვს უსამართლობის განცდა დღევანდელ მდგომარეობაზეც, რაც საქართველოში ხდება და მე რომ მივხვდი რომ რაღაცა ძალიან რთულია რაღაცები შეცვალო, მე ჩემი კუთხით რაც შემიძლია რომ საქართველოს გავუკეთო, იმის ფარგლებში ვცდილობ რომ გავუკეთო და სიტყვის თავისუფლება დღესდღეობით ვფიქრობ რომ დასჯადი გახდა საქართველოში და ვერ ვეკვები ამის. ძალიან მიჭირს. პირადშიც მწერენ ხოლმე, მარტო კომენტარებში კი არ წერენ. შეირგე შენი ბედნიერება, ხო? და გაჩუმდი. აი ეს არის ძალიან ხშირი ფრაზა ჩემს პირად სივრცეში და კიდე კომენტარებში, რასაც უბრალოდ გადამივლი ხოლმე თვალი და მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ სუსტადაც, ანუ ესეთ უსამართლობებზე არ უნდა გაჩუმდე. უნდა თქვა შენი სიტყვა ყოველთვის და იმიტომ რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტო და მარტო შენთვის იყო ბედნიერი, ეგ არ არის ბედნიერება, ანუ როცა მარტო ხარ ბედნიერი, ანუ ეგ ბედნიერება არ არის სრულყოფილი. გჭირდება რომ გარშემო ადამიანებიც იყვნენ ბედნიერები და მარტო შენს ტყავზე და რაღაცა იმაზე მარტო აი ამ ხელა სამეგობროზე არ ზრუნავდე და ხო დარწმუნებული ხარ რომ მე რომ ეხლა ამ პოზიციაზე არ ვიდგე, რამდენი ბენეფიტი მექნებოდა ბევრ ამაში. მაგრამ ანუ მირჩევნია ამ პოზიციაზე ვიყო და ვიყო იქ, სადაც ვარ ჩემი ცნობიერებით. ვიდრე რაღაცა ბენეფიტები მივიღო რაღაც ჩემი პოზიციების გამო და მე საკუთარ თავთან და ღმერთთან არ ვიყო მართა. იმედი მაქვს მალე გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან ციხეში, დარწმუნებული ვარ რატო არიან ის ადამიანები, რამ გამოიწვია თუნდაც იმ ადამიანების აგრესიული საქციელება, ამაზე ვინმე დასვა კითხვა? იმ უსამართლობამ რომ დაინახეს, რომ სამშობლოს ამდენი რაზე გუსრდიდნენ საერთოდ ხო ადამიანებს, ანუ მთელი ბავშვობა ისტორიის გაკვეთილზე ის მესმოდა, რომ ჩვენს თავისუფლებას უნდა კბილებით ვიცავდეთ და ეგ გვასწავლეს და ეხლა მაგიტომ ვისჯებით, რომ ეგ კარგად ვისწავლეთ. კარგი გოგოხარ რომ ამას ასე ხმამაღლა ამბობ. ვიტყვი, რომ მაგაზე ხშირად იყო ხაზგასმა, რომ მე და ჩემი მეუღლე აქციაზე ვიყავით და ის ამომყვა, იმიტომ რომ ეშინოდა რომ რაღაცა არ დამშავებოდა. უბრალოდ აღარ გვაქვს არჩევანი, თავისუფალი გამოხატვის საშუალება აღარ გვაქვს. აქციაზე გახვალ, ჯარიმა დაგიჭერენ.
ანუ რაღაცას იტყვი და არ ვიცი, მოდი სიმხელა აგრესია უნდა იყო, ან ჩემი აზრით, პირველ რიგში რაც უნდა დავალაგოთ, რაც არ უნდა განსხვავებულ აზრზე იყოს შენ, მაგალითად, ხო? მე არ უნდა წამოვიდი აგრესიაზე. შესაძლებელი რომ იყოს და ახლა შენს წინ 15 წლის მარიამი გაჩნდეს. რას ეტყოდი აი ამ გადმოსახედიდან მას? ალბათ რას ვეტყოდი? ვეტყოდი რომ საინტერესო კითხვა ძალიან ისეთი დამაფიქრებელი რომ მაგაზე არ მიფიქრია რას ვეტყოდი. ალბათ ვეტყოდი იმას რომ დარჩი იმათ ვინც ხარ, არ გაბოროტდე იმ სირთულეების გამო და იმ ქმედებების გამო, რასაც ადამიანები შენს გარშემო იმოქმედებენ და ყველაფერი კარგად იქნება. ალბათ ამას ვიტყოდი. გული რაზე გწყდება ზოგადად ცხოვრებაში? ალბათ იმაზე, რომ საკმარის ასად, ანუ კი, როგორ არ გამოვხატავდი ხომ დედიკოსთან სიყვარულს, მაგრამ უფრო მეტი სიყვარული რო გამომეხატა კი. შენს ცხოვრებას ერთი ფრაზით ან ერთი წინადადებით როგორ დაახასიათებდი? ეგ ძართულია. ერთი წინადადებით? ყველაფერს იყო და არა იყო რა. ალბათ ეს. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრა იმისთვის, რომ იყავი ასეთი გულწრფელი და ძალიან საინტერესო რესპონდენტი და მთელი გულით გისურვებ, რომ არასდროს აღარ იყოს შენზე სევდის გამოცრამლი, მხოლოდ ბედნიერებისგან მინდა რომ იყიმებოდო და მოკლედ მთელი ცხოვრება უნდა იყო ბედნიერი, რასაც ნამდვილად დაიმსახურე და იმსახურებ. მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ადამიანს, რომელთანაც ვსაუბრობ ხოლმე და ძალიან კარგი გარემო გაქვს და წარმატებებს გისურვებ მთელი გულით. ასევე შენს. დიდი მადლობა.